საქმე წმინდათა მოციქულთა თავით მე-11 ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა რომელნი იყვნენ ურიასთანს ვითარმედ წარმართთასა შეიწნარეს სიტყვა ღვთისაი და რა ჟამს აღვიდა პეტრე იერუსალემდ ერიდებოდეს მას წინა დაცვეთილებისაგანი ძმანი და იტყოდეს ვითარმედ კაცთა მიმართ წინა დაუცვეთელთა შეხვედრა და მათთანაც ჭამე ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და რქუა მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და ვილოცევდ რაი ვიხილეთ განკვირვებასა ჩემსა ჩვენებაი რამე თუ გარდამოვიდოდ და ჭურჭელი რაიმე ვითარცა ტილოი დიდი ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზესით და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე რომელსა მივხედენ და განვიცდიდი და ვიხილე მას შინა ოთხფეხი ქვეყანისაი და მხეცნი და ქვეწარმავალნი და მფრინველიც ისანი და მესმა ხმაი რომელი მეტყოდა მე აღდეკ პეტრე დაკალ და ჭამე და მე ვთქუ ნუ იყოფინ უფალოდ რამე თუ ბილწი რაიმე გინა რა წმინდაი არასადა შესრულავს პირსა ჩემსა მომიგო მე ხმამან მან მეორე ზეცით რომელი ღმერთმან წმინდაყო შენუ ბილწ გიჩნ ესე იყო სამგზის და პალატ აღამაღლ და ყოველი გიზეცად და ჰამუნქვესვე სამნი კაცნი მოიწინეს ჭეთა მის სახლისათა რომელცა იგი შინა ვიყავ მოვლინებულნი ჩემ და კესარიაით და მქვამე სულმან წმინდამან მისვლად მათთანა და არარას ორგულებად მოვიდეს ჩემთანა ექვსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა და მითხრა ჩვენ ვითარ იგი იხილა ანგელოზი ღვთისაი სახლსა შინა თვისა მდგომარე რომელმან რქუა მას მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ რომელსა ქვიან პეტრე რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყვანი რომლითაც სხონდე შენ და ყოველი სახლი შენი და ვითარცა ვიწყე სიტყვად მოვიდა სული წმინდაი მათზე და ვითარცა იგი ჩვენზე და პირველად და მომეხსენა მე სიტყვაი უფლისაი რომელი თქვა ვითარმედ იოანე ნათელსემდა წყლითა ხოლო თქვენ ნათელიღოთ სულითა წმინდითა აწუკე თუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან ვითარცა ჩვენ რომელთა ესე გვწმენა უფალი იესო ქრისტე მე რა იძალმედო აყენებად ღმრთისა ვითარცა ესმა ესე დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს უკე თუ ნამდვილვე წარმართაცა მისცა ღმერთმან სინანულიგი ცხოვრებისაი და რომელნი იგი მიმოდაიბრინეს ჭირისა მისგან რომელი იყო სტეფანეს ზედა მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კვიპრეთ და ანტიოქიად არარას ვის ეტყოდეს სიტყვათა გარნა ხურიათა მათ ხოლო იყვნეს ვინმე მათგანი კაცნი კვიპრელნი და კვირინელნი რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძნ მეტყველთა მათ მიმართ და ახარდეს უფალსა იესოს და იყო ხელი უფლისაი მათთანა განკურნებად და მრავალსა რიცხვსა რწმენა და მოიქცეს უფლისა ესმა სიტყვა ესე ყურთა კრებულისათა რომელნი იყვნენ იერუსალიმს მათთვის და მიავლინეს ბარნაბა რაითა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე რომელი იგი მოვიდა და იხილა მადლიგი ღმრთისაი და განიხარა და ლოცვი და ყოველთა გულს მოდგინდებითა გულისაითა დადგრომათ უფლისა მიმართ რამე თუ იყო კაცი იგი სახიე და სავსე სულითა წმინდითა და სარწმუნოებითა და შეეძინა ერი მრავალი უფალსა და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა და პოა და მოიყვანა ანტიოქიად და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაი ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქია შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანედ ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალემით წინასწარმეტყველნი ანტიოქიად და აღდგა ერთი მათგანი რომელსაც სახელი ერქვა აღაბოს რომელი იგი აუწყებდა სულითა წმინდითა ვითარმედ სიყმელი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა რომელი იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა ხოლო მოწაფეთა მათ ვითარცა ხილრაი ვის ეწიფებოდა ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებლად მიძღვანებად ძმათა მათ რომელნი იგი მყოფილნეს ურიასთანს რომელცა იგი ყვეს და წარუძღვანეს ხუცესთა მათ მიმართ ხელითა ბარნაბაისითა და სავლესითა